დაიწყო დღეს 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყო ეს შეხვედრა, სადაც საქართველოს უპირისპირდება მასპინძელ საფრანგეთს. პირველი ტაიმის შემდეგ არის 21-ით 10 ანგარიში. საფრანგეთი მომართულია შეტევაზე, მუდმივად სულ ცდილობს თამაშის გამწვავებას და ხელით თამაშს, ჩვენ კი ცდილობთ თამაში ავყვეთ, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ კარგი პირველი ნახევარი გქონდა ეპიზოდები ჩვენ, სადაც უკეთ შეგვეძლო ჩვენი შანსების გამოყენება. ერთხელ კარში დავარტყით ჯარიმა, რომელიც შეგვეძლო რომ დაახლოებით 15-იანამდე გადაგვეტანა მეტოქის 22-ში. ცენტრში გვექნება შერკინება ზურაგსორველი და საბა ჟორჟიკაშვილი უწყობით რეპორტაჟს. კი ბატონო, ვერ შეიყვანეს ფრანგებმა ბურთი თამაში წესების დაცვით და აქედან გამომდინარე ჩვენ დაგვიბრუნდა შერკინებით ბურთი და ვიწყებთ ახლა ცენტრი და შეტევას. აქ კარგი მცდელობა იყო ხაზის გარღვევის. შემდეგ ჩაერთო უკვე იაგო ღუდუშაური, რომელიც კარგ პირველ ნახევარს ატარებდა, სადაც შეეძლო გაამწვავა სივრცე შევქმნით მარცხენა ფლანგზე, შეუტია გოგა ბერიძემ, შეაჩერეს, მაგრამ წინსვლა გვაქვს. ოდნავ დაგვიგვიანდა რაკიდან ბურთის გამოტანა, შეაჩერეს გიორგი ბერძენიშვილი. კვლავ მარჯვენა ფლანგი და კვლავ ღუდუშაური, ამჯერად მოუწყვეს კარგი დახვედრა. ხო, აქ შეიძლება ცოტა ჯარიმაც იყო 9 ნომერზე, მაგრამ არ რთული ბურთი დაიმორჩილა ნიკოლოზ ლაგვილავამ. კი ბატონო, ვაგრძელებთ შეტევას, ერთი მოთამაშე გვაკლია, ტრავმირებულია, ვხედავთ იქ დაახლოებით 10 მეტრიან წვერი, ისე ღუდუშაური. ძალიან აქტიურია ეს ბიჭი, აქტიურად უტევს და აი აქ უკვე მიყოლომ დააგვიანა და ხო, იზოლირებული აღმოჩნდა, სწრაფად ათამაშებენ კვლავ ფრანგები, ბურთი წინ დაუვარდა, კი ბატონო, სწრაფად დაგვიბრუნდა ეს ბურთი. წინ თამაშის შემდეგ შერკინებაში შევაგორებთ ბურთს. აი, ნახეთ თითქოს რაღაცა გააზრებული ფაზები ჩვენი ნაკრების მიერ შესრულებული. თითქოს სისტემურ შეტევას გავდა, მაგრამ საბოლოოდ იზოლირებული აღმოჩნდა იაგო ღუდუშაური ბურთი დავკარგეთ. აი, ახლა გვეძლევა კარგი შანსი კვლავ მივუახლოვდეთ მეტოქის 22 ლევels მოედანს. შერკინებაში ბურთს შეაგორებს გიორგი ხონელიძე. ორივე ფლანგი გვაქვს შესატევად, გაყოფილი იქნება დაცვაც თავის მხრივ, ასე რომ კი, იდეალური ვარიანტია. ბერუაშვილი მახარაძეს ტრიოზე იქნება, ასევე ალბათ ჭაკუაც ჩაერთვება შეტევის განვითარებაში. ნახოთ ჩვენი ღერძი რას გადაწყვეტს. დახმარება სჭირდებოდა იაგო ღუდუშაურს, დაბრუნდა ის. შერკინებაში მოეწყობა ახლა სტატიკური ფაზიდან განახლდება თამაში. კი ბატონო, ბურთი არ არის მოედანზე, ბურთს ელოდებიან და განახლდება თამაში. ახლა უკვე ორი ბურთი გვაქვს. ხო, სულ არც ერთს ისევ ორი ჯობია. გიორგი ხონელიძე შეაგდებს შერკინებაში ბურთს და ვეცდებით ჩვენი შეტევის წამოწყებას მეორე ტაიმის მესამე წუთზე. შეგორდა შერკინებაში ბურთი, გავიტანეთ მარცხენა ფლანგი, კიდე უფრო სიღრმეში დაიქნია, შევიდა მგალობლიშვილი კონტაქტში. შეაჩერეს და ვაგრძელებთ პორკინალებით შეტევას. შულაია გაუშვა ბურცხელი, კვლავ თავად მიეძალა, მოაწყო გარღვევა, ბრავო, ბრწყინვალე იყო შულაია. რაია რა. შეცვლაზე შემოსულმა მესამე ხაზელმა, შემდეგ მაღალ სისტრაფეზე უკვე ბერძენიშვილი დაარბია. ფრანგი დამცველები, გაცუდა გადაცემა, ჭაკუამ დაიმორჩილა მაინც ეს ბურთი. აქტიურად დავთამაშდით. კი და აქ აუცილებლად გვჭირდება ფაზების აკინწვა და კულების აღება. გვაქვს ბერძენიშვილი და უტრიალდა. ისეთი კარგი შეტევა გვაქვს, ეს წესით უქულოდ არ უნდა დავამთავროთ. კულაში გულისხმობ ლელოს რა თქმა უნდა და არა ჯარიმის კარში დარტყმას. ისევ შეხვაზე შესული შულაია. შულაია აქტიურად ჩაერთო თამაშში, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. კი, გამოუვიდა რამდენიმე კარგი წაღება. ხო, და როდესაც თავდაჯერებას შეიძენ, მე უკვე ალბათ მარტივია ხოლმე მოედანზეც თამაში. ჯარიმის უპირატესობით სარგებლობთ
მარცხენა ფლანგზე ვცდილობთ სივრცის მოძებნას. კარგია რომ პირდაპირ ჯარიმაში არ ავსახეთ და ჯერ ვეთამაშებით ვცდილობთ ამ უპირატესობის გამოყენებას. ხუთუშაულის გადაცემა დაგვიბრუნა აი აქ უკვე არბიტრმა ჯარიმა. ჯარიმა, რომელიც კიდეზე უნდა გადავიტანოთ და იქიდან გავათამაშოთ. ეს ან შეერკინება ავირჩიოთ. ბევრი ვარიანტი გვაქვს და ნახოთ რა გადაწყვეტილება. კიდე მივუხით, 10 მეტრი დაახლოებით პეტოქის ლელომდე. მათე ბერუაშვილი იყო მოთამაშე, ვინც მიიღო გადაწყვეტილება და მათე მახარაძე ასრულებს დაარტყმას უკვე. ჩვენს მეტოქის 5 მეტრიაზე ჩვენს დერეფანს მივადევნებთ ახლა თვალს. სანდრო გამყრელიძე ერთადერთი ლელოს ავტორი გორჯ ღალოსნების მაისურით. ჩვენ კი შეცვლები დავიწყეთ საბა მერაბიშვილი და გეგა გიორგობიანი 17 და 18 ნომრებით ცვლიან გიორგი ბერძენიშვილსა და იაგო გუდუშაურს. მოვიგეთ ბერუაშვილზე, დავაყენეთ მოლი, ახლოს ვარ ძალიან მეორე ლელოსთან არის კიდევაც და მე მგონი ეს შეცვლაზე შემოსული შულაია არის თუ სწორედ დავინახე და გაიტანა მან საქართველოს ნაკრების მეორე ლელო და შევამცირეთ კიდევ ერთხელ ანგარიში ჩამორჩინა 15-21 დავბრუნდით თამაშში. ხო, რაც არ უნდა განვითარების იყოს, ჩვენ ყოველთვის გვიხარია და გვინდა რომ თამაში მოვიგოთ და აქედან გამომდინარე ანგარის გულშემატკივრობთ ხოლმე დიცილად. კი ბატონო, შულაია იყო ეს, რომელმაც აღარ გადააწოდა ბურთი გამყრელიძეს, იმიტომ რომ გრძნობდა რომ თვითონაც შეეძლო და დაამთავრა ბოლომდე ეს შეტევა. ნიშნულოვანია ეს გარდასახვა, იმიტომ რომ ამის გატანის შემთხვევაში 4 გულამდე შევამცირებთ ანგარიში ჩამორჩენას და 4 გულა უკვე მოგეხსენებათ ერთი გატანილი ლელო არის. ძალიან მაგარი შედეგი და დასაწყისი იქნება თუ საფრანგეთში მოუგეთ და ამ ფესტივალს გამარჯვებით დავიწყებთ. გასაგებია რომ არ თამაშდება ანგარიში. ჩვენ საფრანგეთი დავამარცხეთ, ეს ვახსენეთ. რეპორტაჟის დაწყებისას ჭაკუა ზუსტია, გააძვლინა ძელებს შორის 17-ით 21 საქართველოს სრულფასო უნდა დაბრუნდა დღევანდელ შეხვედრაში. ხო, აქ არის ერთი საინტერესო მომენტი კიდევ ის, რომ ახლა უკვე მოგახსენეთ, რომ 26 კაციდან 2 კაცი არის ტულონში, 24 ქართულ კლუბებში თამაშობენ. ამ ფესტივალის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ქართველ მორაგბეს ბრავლად ესწრებიან, როგორც წესი, ფრანგული კლუბების სკაუტები ესეთ თამაშებს და რამდენიმე მორაგბეს ახალი კონტრაქტი ექნება უკვე სექტემბრიდან და ისინი წავლეს საფრანგეთში გააგრძელებენ. წესადარიგით ასეც ხდება ხოლმე. ან ეს არის ტრამპლინი და ასეთ საერთაშორისო ტურნირი, ან უკვე 20-მდე მსოფლიო. დრო ჩაირთო, შეიყვანს ფრანგთან გეზავი. ბურთს თამაში ამჯერად უკეთესად შეასრულა ეს დარტყმა, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში. მოახერხა მიიღებისთანავე დააცხნენ მორაგბეს. რაკი შიგნით ყველა არა, ამჯერადაც გარეთ ჩამოყალიბდა. მოგვიწევს ბურთის მოედანში დატოვება. ხონელიძემ შეასრულა დარტყმა, გადავედით მეტოქის ნახევარზე. კარგად ხურავდით ამ ზონას, წინსვლის საშუალება დიდი არ მივეცით. უკანა ხაზელს საფრანგეთის ნაკრების უკანა ზონიდან კი ჩაერთო უკვე ჩვენი მგეზავი მათე მახარაძე რაკში ორთა ბრძოლა შეწყდა, მორკინალებით გავაგრძელებთ თამაშს, გეგა გიორგობიანი. გვესმის გარედან ჩვენი სამწუხარო სტაბის შეძახილი რომ ვითამაშოთ. ხელით უნდა ვიბურთავოთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს ზუსტად ამის თამაშია, რომ უნდა ვიბურთავოთ და უნდა ვივარჯიშოთ ამ თამაშში. კვლავ ფეხით დარტყმა გადაწყვიტა ხონელიძემ, გადავედით მეტოქის ნახევარზე სიღრმეში, ჩახურვა როგორი იქნება და ფრანგების პასუხიც ნახეთ. დააბრუნეს უკანა ზონაში, ჭაკუა დაუმიზნა კიდეს თუ აჭრა სათანადოდ აჭრა ბრწყინვალედ გადაიტანა ბურთი კიდის ხას მიღმა. კი, ფრანგების იქნება დერეფანი, მაგრამ მეტოქის ნახევარზე ვართ, რაც მნიშვნელოვანი ამბავია. იქ შეიძლება შეცდომა დავაშვებინოთ, იქ შეიძლება ბურთი მოვიპოვოთ.
ბევრი ვარიანტია იმისი, რომ ჩვენთვის უკვე სასიხარულო და სასარგებლო რამ მოხდეს და ვნახოთ როგორ იქნება. აი მათი შესვლაზე შესული კვაჭი აქტებს ახლა ბოლზუ და ობინ ჟეფრი ასევე ადამიან ლამი გამოსცენ მოედანზე სწორედ ლამი იქნება საბა მერაბიშვილი და გიორგი სუთიაშვილი არიან ჩვენ შემადგენლობაში შემოსული. რასაც ამ წუთას ვხედავთ თქვენს ეკრანებზე. აგერ ალექსანდრე გაგუას გამოჩნდა 9-0-ის პოზიციაზე, ისიც ჩაერთო თამაში. ოიგეს ფრანგებმა სუფთად თავიანთი ბურთი და სწრაფად ცდილობენ ხელდახელ კარგად გაითამაშეს და აბა ფრთაზე შესაჩერებელია ბასიმ ლელოს დადებაც მოახერხა ჩვენი ნაკრებისთვის საუბრუნდებით წინ პასზე წინ თამაში ძალიან კარგი ჩვენ გვიბრუნდება ბურთი და ჩვენ ვიღებთ კვლავ მორიგ შანსს იმისა რომ შევუტიოთ საფრანგეთს ამჯერად ხომ არ გამოგვივა ხელით შეტევა შენ ახსენე ბარტყომე ხამაშურიძე და ხასში გამორჩეული აღნაგობის მურაგბეა ის დიდი ფიზიკური მონაცემების როგორც მამამისიც ხაზის პოთავით 15 ნომერი ასეთი სიმაღლის და ასეთი აღნაგობის იშვიათად არიან ხოლმე ყოველ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებში და აი კარგია რომ ესეთი ათლეტური მურაგბეები გვეძლებიან ხაზის მოთამაშეებს დადგა შერკინება მოუგვაწვა საფრანგეთი და დაგვაჯარიმა მეორედ კვლავ სწრაფად ათამაშებენ ახალგაზრდა ფრანგები სივრცე როგორ აითვისა და აი აქ ეს უამაზეს შეტევა ფიქრობდი რომ ლეოტი დამთავრდებოდა მაგრამ არა შევაჩერეთ ფავრო არა ეს დროებით ცოტა ხნით გადაიდო დემარ გიონი ხდება მაინც ლელოს ავტორი სივრცეები გამოგვიჩნდა ფლანგზე დავაგვიანეთ შემდეგ უკვე ამ სივრცეების შევსება თითქოს შევაჩერეთ ეს მაღალ სისწრაფეზე წამოსული შეტევა მაგრამ საბოლოო ჯამში ლელო უბრალოდ ერთი ფაზით გადაიდო ძალიან კარგი შეტევა ჰქონდათ ფრანგებს და ლოგიკურად დაასრულეს ის აი გატაელი ლელოთი ვერაფერს იტყვი ეკუთვნოდათ დაიმსახურეს და მიიღეს კიდეც ის შედეგი რაც იკითხებოდა ამ ძალიან კარგი შეტევის წამოღების შემდეგ. ცოტა უფრო მტკივნეული რაც არის ჩვენი შერკინება დაუთმეთ და აქედან წამოღებული. კი ბატონო. მიუხედავად მეტრა ნახევარი მიწოლისა, მაინც შერკინებაში. ამ მეტრ ნახევარს კარგად იყენებს საფრანგეთი ფაქტი. კი ბატონო. იქვე გვაჯარიმებს არ გვაძლევს უკან დახევის შესაძლებლობას და ბურთს ვერ ვიგებთ. ეს არის თავარი. კი ბატონო. ჩვენ შერკინებაში ვერ გვაჯარიმებენ, ეს არის დასაფიქრებელი. აკი შესანიშნავი გარღვევა ჰქონდა მათ შუამბარბს და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შეტევა ლოგიკურ დასრულამდე მიიყვანა. კი გაიტანა 7 ნომერმა ლელომა, 13 ნომერმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ შემდეგ არ უნდა დაუკარგოთ უკვე 9 ნომერსაც. კი, დანახული სივრცე და სწორი გაკეთებული გადაცემა. ვალენტინ ბულჟომ სწორ ადგილას გააკეთა გადაცემა. კარგად შენიშნა მით შექმნილი სივრცე. მიღების შემდეგ ფრანგებმა ცოტა დრო დახვეს ბურთთან ერთად, შემდეგ შევაჩერეთ და ახლა წერტილს იუმჯობესებენ არა. ხელით თამაშობენ საკუთარი 22-დან საკუთარი 5 მეტრიანიდან. ყველა წერტილიდან გვიტევს საფრანგეთი, გვიტევს წარმატებულად თან კვლავ ფავრო. ჩარტეს ძიმე მეორე ხაზელი სამბუ ამოაგდო ლანჟნო უფრო სწორად კი ბატონო და აქ ისევ ერთი წინ თამაში და აი მე ეპიზოდში სირეზი და აკლად შეტევის კიდევ უფრო გამწოვებამდე ჩვენ კი რაღაც უფრო მეტად მართებს აქტიურობა დავარდნილ ბურთებზე Yeah, send him on. 6 and 13. 6 and 13.
კიდევ არის ცვლილებები 20 ნომრით ნიკა ჯანგულაშვილი შემოვიდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და 24 ნომრით გიორგი კუპრეიშვილი ჩაერთო თამაშში. აქ ცოტა დაზიანება მიიღო ქევანიშვილმა, როგორც ჩანს. ჩვენმა 6 ნოემბერმა და მისი შეცვლა ხდება. Just wait for the physio bag as well. სანამ ეს მცირედი პაუზა არის, გეტყვით იმას, რომ რაგბი TV-ს ეთერში დღევანდელი სარაგბო საღამო არ თავდება და ჩემპიონთა თასის ნორთემპტონისა და კასტრის შეხვედრით 23 საათზე გავაგრძელებთ ჩვენს დღევანდელ ეთერს და შემოგთავაზებთ ამ ძალიან საინტერესო ინგლისურ-ფრანგულ დაპირისპირებას. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება ჩემპიონთა თასი და ჩელენჯ თასი რაგბი. კი, უკვე პლეი-ოფის ეტაპით, სადაც უკვე ყველა თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ უკვე აღარაა ჯგუფში ადგილის დაკავება და 6 გუნდში 4-ეულში მოხვედრაზე აღარაა საუბარი. ყველა მხოლოდ მოსაგებად იბრძვის. აქ არ დავჯარიმდი ჩერკინებაში, მაგრამ შემდეგ ფულზე კონტროლი დაუკარგეთ. გამოტანის ეპიზოდში იქნება ფრანგთა შერკინება. კი ბატონო, ისევ შერკინება იქნება, ოღონდ უკვე ფრანგების სასარგებლოდ იმავე წერტილში. სამწუხაროდ ჩვენმა 9 ნოემბერმა ვერ შეძლო ბურთის გამოტანა იმ სიტუაციაში და დაკარგა მასზე კონტროლი წინ გაუვარდა და აქედან გამომდინარე გადაეცა ბურთი მეტყვის. Both of you stay high, knees off the ground. Okay? 17-28 11 კულიანია ჩვენი ჩამორჩენა შეხვედრის 50-ე წუთი მიმდინარეობს 20 წუთი არის დარჩენილი თამაშის დამთავრებამდე შეგახსენებთ რომ 18 წლამდე და ასაკში 35 წუთიანია ტაიმები შესაბამისად ჯამში 70 წუთი უწევთ მორაგბეებს მოედანზე გატარება. Crouch! ფრანგთა შემადგენლობაში მრავლადაა ცვლილებები გამომდინარე იქიდან რომ რა თქმა უნდა, გრძელი სკამია, არაფერს გვეუბნება. ათამაშებენ მწვრთნელები, გაატანინა და ფრანგებმაც ხაზით შემოგვიტიეს, სივრცეები კვლავ გამოჩნდა. ჭაკუა არა, ეს იყო მათე მახარაძე, ვინც ავალზე დაიჭირა ბურთი. კი, მე როგორც მახსოვს ამ ფესტივალის დებულებაში ერთ-ერთი პუნქტი ისიც არის, რომ გუნდები ვალდებული არიან, რომ 26-ვე მოთამაშემ მიიღოს 24 კაციანი განაცხადით არის საფრანგეთი. კი, 24 კაცი არის. ჩვენ 26. ხო, და და ასე გრაფიკულ გამოსახულებაზე ასე იყო და მეც სადაც მოვიძიე, ვერსაცხვა ინფორმაცია ვერ ვნახე. და თუ სწორედ მახსოვს და არ მგონია რომ ვწდებოდე, ვალდებულება არის ისიც, რომ ყველა მოთამაშე რომელიღაც თამაში ამ 3-დან სასტარტოში უნდა იყოს. კი, ამიტომ მოგვიწევს ჩვენ სადღაც როტაცია. კი ბატონო. მოგვიწევს არა, საჭირო და აუცილებელიც არის ტურნირის მიზნიდან გამომდინარე, არა მარტო იმიტომ რომ მოგვიწევს, სუფთად გაიჭრა ეს ხაზი, შიგნით შებრუნებული გადაცემა და ერთი ხელის მოსმით. დადებული ლელო გაილაღეს ფრანგებმა. ამჯერად უკვე ლელოს ავტორი არის ვალენტინ ბუჟუ. კი ბატონო. იზრდება ანგარიში სხვაობა ჩვენ და სამწუხაროდ. 17-33 უკვე ანგარიში და პოზიციიდან გამომდინარე სავარაუდოდ 17-35 გახდება ძალიან მალე. Stay high, bind high, please. Yes, but his bind needs to be lower. Higher, please, higher elbow. Yeah, thank you. გარდასახვად სუსტია და 17-35 საფრანგეთი დაწინაურდა კიდევ უფრო გაზარდა თავისი უპირატესობა. 15 and 12, son. Okay, they're done. And 10. არაფერი ისეთი ჩვეულებრივი თამაშია, ეს შეიძლება წრეხსაც მოგვიწეს. ანგარიში აქ არ უნდა მივიღოთ თვალთახედვის არეალში, სათამაშო ხარისხის მომატებას ველოდებით.
აი ამ წუთების გასვლასთან ერთად კიდევ უფრო უნდა გაშინაურდეს ჩვენი გუნდი და ნახოთ თუ რა მიმართულებით მივდივართ განვითარების თვალსაზრისით. შესვლაზე შემოსული ატო ლიპარტელიანი შეიყვანს ბურთს თამაში. ხო, შეიძლება ეს გაუგებრობა და დაცვაში დაშვებული ხარვეზები ამ ცვლილებების შედეგიც იყო, იმიტომ რომ ცვლილებები მრავალ განხორციელდა და უცბად შესაძლოა შეცვლილაზე შემოსული მოთამაშეები ვერ შეეწყნენ და ვერ ჩაერთნენ თამაშში. მართლმე ხამაშურიძეც სწორედ მან შეასრულა ეს ხისტი აქტიური ბოჭვა. ხასიათიანი მოთამაშეა ძალიან. გვარს ამართლებს ყველა ასეთი სტილის მოთამაშეები იყვნენ. აგრესიული ბოჭვები ხამაშურიძეებისგან ცნობილი არის და აგერ დავინახეთ კიდევ ერთი ესეთ მომენტი. შერკინება, რომელიც მომრავლდა მეორე ტაიმში პირველისგან განსხვავებით. My time. Stay high. Don't stop it. Hold on, head left. Crouch. უთით ალექსანდრე გაგუა. Bind. Set. ჩვენ ხარეს შეგორებული Number 9. ბურთი და ჯარიმა თავისუფალი ფრანგებს სწრაფად გაათამაშეს კვლავ ფეხით არ ითამაშეს როგორ გააქტიურდა უკანა ხაზი საფრანგეთის ხამაშურიძე იყვებოდა დაცვაში ცუდი ამოგდება ფრანგებისგან ვიდევდა ფავრო კვლავ 13 ნომერი ბასიმ და მან გაითამაშეს მარჯვენა ფლანგზე ბურთი ჩვენ კი პოზიციას ვიუმჯობესებთ უკა შულაიამ გააკეთა დარტყმა ელოდება გაგუა სუფთა ბურთს რომ ფეხით ითამაშოს დააფარეს მას იქვე გადადის ბურთი მაგრამ წნეხში ურჩებით აქტიურობდა მესამე ხაზელი ოდემარ გიონი კარგი კონტაქტი და ჯარემის უპირატესობით დაგვიბრუნდა ბურთი ჩვენს 22-ში, რაც მომწევს იმის შესაძლებლობას, რომ მარტივად მოვიგოთ რამდენიმე მეტრი. გეგა გიორგობიანი იყო ის მოთამაშე, ვინც მეტოქეს მიეძალა ამ შემთხვევაში. მაღალ ბოჭვაზე და მაღალი ბოჭვის გამო დაისაჯა საფრანგეთი, ჩვენ კი გადავედით კიდეზე. ღერა კაი დარტყმა იყო, გადავწვდით მოედნის წეს ჩვენი 22-დან გადავედით ხარისხიანი. აქ კატანილმა ლელომ შეიძლება კიდევ ერთხელ დაგვაბრუნოს თამაშში. 19 კულა ამ წუთას ჩამორჩენა. სუფთად ვერ მოვიგეთ, თუმცა ბურთი კვლავ ჩვენ მხარეს არის. ერთი დარტყმა პერუაშვილისგან ცენტრალურ ზონაში. აღარ შევცვალეთ შეტევის მიმართულება კვლავ მარჯვენა ფლანგი კუპრეიშვილი ამოგდება, გამოუვიდა მას. ამაზე თუ დავაშენებთ ახლა შემდეგ ფაზებს კარგი იქნება. პერუაშვილი შეაჩერეს წამოდგა იბრძვის, კვლავ გააგრძელა წინსვლა. უკან დახევის შემდეგ შეძლო მაინც მეტრების მოგება. გავიდა ფეხზე. ატოლი პარტელიანის დარტყმული ჩავარდა მეტოქის 22-ში. დაუგვიანდა ბურთის აღება. ფრანგთა ფულბექს დააფარა კიდეც. დაუფარა ეს იყო რეზოცხედიანი, რეზოცხედიანმა და აბა ვაწუხებთ მეტოქეს რაკში. აქ თუ დავაშვებინებთ შეცდომას შეიძლება კარგი პლასტარმე მივიღოთ შესატევად მეტოქის 5 მეტრიანთან ვართ თითქმის მისულები. ხო, დელალონის შეცდომის შემდეგ ისარგებლა რეზოცხედიანმა ყურადღებით ითამაშა, ფრანგები კი კვლავ ხელდახელ თავიანთი 5 მეტრიანიდანაც კი ალექსანდრე მამაიაშვილმა გაასწორა სირბილი და ადო თავი. მეტოქესთან კონტაქტში შესვლის შემდეგ რაკში დაუჯარიმდით საფრანგეთი ისევ იქვე ათამაშებს და ფეხით თამაშობს. ჯიუტად კიდეზე არ გადადიან ფრანგები. აი ეს არის ის კომპონენტი ჯარიმის სწრაფად გათამაშებას გულისხმობ, რაც ჩვენის მხრივ უნდა ვისწავლოთ და ალბათ უნდა აუღოთ მეტოქის შემთხვევებში, იმიტომ რომ ბევრჯერ მინახავს, რომ ასეთ სიტუაციებში დავსჯილვართ მიღებული ქულებით ყველა ასაკობრივ ნაკრებს გულისხმობ.
ხო, არ ვარ ნაკლებად ვართ მიჩვეული სწრაფ გათამაშებებს კი. ჩვენ უფრო მძიმე თამაშით, კიდეზე გადასვლა, სტატიკური ფაზით შეტევა. მაგრამ ფაქტია დასახვეწი გვაქვს ეს ჯარიმა. წინდგომა მოთამაშემ აიღო ბურთი. შემდეგ კი სასტანის შემდეგ მოხდა ბოჭვა. უკაშულაიას Monsieur, I'd let the whistle stop. No. The pause lines kicked and took time off. საფრანგეთი აი აქ კიდეზე გადადის. შემოგვიტევენ აუტიდან. Time off. კი ბატონო, ნახეთ რომ კარგი მოლიყავთ საკმაოდ. პოზიციაც ისეთი არის, ჩვენ 22-ში არიან და ახლოებით 15-12 მეტრი არის ჩვენს ლელონდე და ბევრი შანსი აქვს იმისთვის, რომ თავისთვის სასარგებლო შეტევა წამოეწყონ. იმედი გვაქვს, რომ კარგად დაუხდებით ამ შეტევას და მოახერხებთ ჩვენის მხრივ შეტევაზე გადასვლას. არა უხდით დერეფანში. მოლის დაცვაზე გავაკეთეთ აქცენტი, მოლი კი ცრუ აღმოჩნდა. ფრანგებმა შემოგვიტიეს ხაზით. შეიძლება ითქვას გავთვალეთ ის, რომ ბოლში არ შევედით, მაგრამ გზელდება მეტოქის იერიში და საკმაოდ კარგად სწრაფად გვიტევენ. საიდან ამოაგდო. ამიო. მორიგი ფაზა ისევ მორკინალებით. ბუჟო ათამაშებს მარჯვნივ. შემოგვიტია ფავრო. ბუჟო თავად შეძვრა გახსნილ სივრცეში. კიდევ ერთი ლელო 17-40. ხო, ანგარიში კი ძალიან არასასიამოვნო ხდება. ხო, გაიქცნენ ფრანგები, შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე როგორც მოსალოდნელი იყო, შეგვიძლია ეგეცა ვთქვათ, რომ მოახერხეს უკვე ამ თამაშში თავიანთვის სასურველი შედეგის დაფიქსირება და მოგება. ჩვენ კი აქედან ვიღებთ გაკვეთილებს, რომელიც სამომავლოდ უნდა გამოგვადგეს. ხო, კიდევ ერთხელ შეგვიძლია გადავალოთ თვალი დღევანდელ შედეგებს, სანამ გარდასახვა შესრულდება. დღევანდელ მატჩებში, რომელიც გაიმართა, ინგლისმა ბოლო წუთებზე დათმო ძალიან სანახაობრივ შეხვედრაში ირლანდიასთან. თამაში 36-31 მოიგო ირლანდიამ. უელსმა დაამარცხა შოტლანდია 34-15 და კიდევ უფრო უხულიან შეხვედრაში 52-33 იტალიამ დაამარცხა ესპანეთი. ესპანეთმაც 33 ქულა გაიტანა. კი, ბოლო პერიოდში თუ დავაკვირდებით, ესპანეთი, პორტუგალია საკმაოდ კარგად ვითარდებიან რაგბიში, მათ შორის ახალგაზრდულ ნაკრებებში, ეროვნულ ნაკრებზეც აისახა ეს უკვე და იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ისევ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გვიწევს ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში, ალბათ კარგიც არის, რომ ხო, რა თქმა უნდა, ცოტა კონკურენცია აიწევს. მათი დონე იწევს და ჩვენთვისაც ალბათ კონკურენციის და განვითარების თვალსაზრისით საინტერესოა. აგერ წლევანდელმა ტურნირმაც დაგვანახა, რომ ყოველთვის ჩვენი არ არის ეს თასი, თუ არ მოვინდობებთ, ყოველთვის ვეღარ მოვიგებთ ისე ნახევარი ძალით. ხამაშოვიძე დაეუფლა ბურთს. შემოატრიალა გაგუამ შეტევა. ბერუაშვილს ბურთი ჩაუხსნეს, მაგრამ საჯმა წინ თამაში დააფიქსირა, როგორც ჩანს. ორმა კი წინ თამაში ბურთი ჩვენ დაგვრჩება. კი ბატონო, შერკინება და საკმაოდ კიდევ ერთხელ ხელსაყრელი პოზიცია იმისთვის, რომ სალელოვე შეტევა წამოუწოთ. მოკლეფთაზე შეიძლება არის იმდენი სივრცე, რომ შეტევა დავიწყოთ და არის, რა თქმა უნდა, გრძელი ფრთა, სადაც უკვე ბევრი მოთამაშე იქნება ჩამწკრივებული. ნახოთ ამ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ხო, რა თქმა უნდა, ანგარიშიც უკვე ისეთია, რომ მაქსიმალურად თავისუფლად უნდა ვითამაშოთ. კი ბატონო, წნეხი წესი და რიგით უკვე ჯერ თავიდანვე უნდა ყოფილიყო მოხსნილი, მესმის რომ შეიძლება ამ ბიჭებისთვის სხვანაირად არის ყველაფერი და ესე წნეხი ვერ მოიხსნეს, როგორც ჩვენ აქედან უყურებთ ისე, მაგრამ ეხლა უკვე ეს წნეხი ნაკლებად უნდა გქონდეთ. გადავდივართ აუზში, დავაჯარიმეთ მეტოქის შერკინებაში. ლიპარტელიანმა დაუმიზნა კიდეს.
გადავედით ზედ 15-იანზე გვექნება დერეფანი. შესანიშნავი დარტყმა ატოლი პარტელიანის. საბა გოგრიჭიანი ააგდებს ბურთს ახლა დერეფანში და მისი მოგების შემთხვევაში საკმაოდ კარგი პლაცდარმი გვაქვს იმისთვის, რომ კიდევ ერთი ლელო გავიტანოთ მესამე რიგით ფრანგთა ლელოში. კონკურენციო მოვლი იყო. პირდაპირ მიწაზე წავიდა, ჯარიმის უპირატესობა თამაშგარის გამო. ნიკოლოს ფანცულაია. მარცხენა ფლანგი, შემდეგ უკვე გეგა გიორგობიანი ჩაერთო თამაში, ხაზზე გავიტანეთ, არ იყო მაინც და მაინც უპრიანი გადაწყვეტილება ლიპარტელიანი შეაჩერეს. განვითარება აღარ იყო როგორც ჩანს მარცხენა ფლანგზე. გოგრიჭიანი. კარგად უტევთ ახლა ხელდახელს. შეიძლება წინსვლა არ გვაქვს, მაგრამ ბურთს ვინ არჩუნებთ და ტემპს ვინ არჩუნებთ, რაც გვაძლევს იმის ფიქრის შესაძლებლობას, რომ რაღაც მომენტში სივრცე გაჩნდება. ალექსანდრე მამაიაშვილმა იყო ჩაღა ძალიან და მიგვაახლოვა ლელოს ხაზთან. კვლავ ვერ მიუწვით. მორკინალები მიუშვა გაგუამ. მე მგონი ეს ის შემთხვევა არის, როდესაც ლელო აუცილებლად იქნება. მე რამდენი ფაზაში ეგ არის საკითხი. კი ბატონო, აბა აქ ჩახურვა ნიშნამ საჯმა, ვერ გავიტანეთ ლელო. ვერ მოვამწიფეთ საბოლოოდ ისე რომ ეპიზოდი ლელოთი დაგვირგვინებულიყო. საბა ჯინჭველაშვილს ჰქონდა ბოლო მცდელობა ლელოს გატანის. მაგრამ არ გამოუვიდა. სამაგეროდ დაგვიბრუნდა ჯარიმის უპირატესობა. ნიშანი საჯისგან ჯარიმის უპირატესობა დააბრუნა. ხო, აი 15-მეტრიანიდან ისევ 15-მეტრიანში გადავედით დერეფანში და კიდევ ერთი მცდელობა გვექნება დერეფრიდან სალელოვის შეტევის დაწყების. ეს ის პოზიცია იყო, სადაც მე თუ მკითხავ უმჯობესი არის ჯარიმა გაითამაშო და შეუტირო. ხო, დამკვიდრდა ეს ტენდენციაც, რომ მაგ წერტილიდან კიდეზე ნაკლებად გადადიან თანამედროვე რაგბიში გუნდები და უფრო ათამაშებენ, დაიხვეწა ძალიან. კი ბატონო. ათამაშების კომპონენტი. ჩვენს ალბათ რაღაც მომენტში ეს მრავალფეროვანი აი ამიტომ ვამბობ, ხა დავკარგეთ დერეფანში ბურთი. დერეფანში გარანტირებული არ გაქვს, რომ ბურთს მოიგებ და გათამაშების შემთხვევაში შენია ყველა ვარიანტში ბურთი და აქედან გამომდინარე ალბათ გათამაშება ლოგიკური გადაწყვეტილებაა ხოლმე. აქ დავიცავით კარგად თავი და 22-დან 22-მდე ამოვიდეთ. ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსი ერთხელ, ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსი უკვე მეორედ. უკაცრავად ზედზე ორ ეპიზოდში 17-42 მატჩის დამთავრებამდე დაახლოებით 5 წუთი არის დარჩენილი. იცვლება საფრანგეთის გარემარბი ბრუნდება მოედანზე. სასტარტო 15-ელში მყოფი გეზავი გავიდა სონკო ბასი და დაჟერი შემოვიდა მის ნაცვლად. კი ბატონო, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ამ თამაშის დასრულების შემდეგ დასრულდება 18 წლამდელთა 6 ერის ფესტივალის პირველი ტური და მეორე ტურში უკვე 7 აპრილს მოგვიწევს ინგლისელებთან შეხვედრა. და ამ თამაშსაც რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ რაგბი TV-ს პირდაპირ ეთერში. ბურთი ჩვენია. უპირატესობის ხელი გაიშვირა საჯმა სიბრტყეზე შეგვყავდა მამაიაშვილი, თუმცა ვერ წარმართეთ სწორად ეს შეტევა. სამაგეროდ დაგვიბრუნდა ჯარიმით ბურთი. ხო, ინგლისთან თამაში 7 აპრილს დაიწყება 15 საათსა და 15 წუთზე საქართველოს დროით. ამასაც გაუსვათ ხაზი, რომ უფრო ადრე მოგვიწევს თამაშის ჩატარება და შესაბამისად მაყურებელსაც შეუძლია რომ 15 საათი და 15 წუთიდან მიანევროს თვალყური საქართველოსა და ინგლისის ნაკრების შეხვედრას. ორი მოწყურე გამარჯვებას მოწყურებული ორი გუნდის თამაში იქნება, ერთის მხრივ საქართველო, მეორეს მხრივ ინგლისი, რომელიც ირლანდიასთან დამარცხდა 36-21 პირველ ტურში. დაახლოებით 10 მეტრი ლელონდე და ჩვენი არის დერეფანი. კიდევ ერთხელ პერუაშვილს შემდეგ ხამაშურიძეს მოხდა გრძელდება თამაში ფრანგები ხელით ნებისმიერი წერტილიდან. ვერ ამოვიღეთ ბურთი რაგში.
ჯინჭველაშვილი ცდილობდა მეტოქის შეჩერებას გამოუვიდა რაკში არ ყავს ჩვენ მოთამაშე სულად ვართ მობილიზებული თავის დაცვაზე ფეხით გამოდის საფრანგეთი საკუთარი 22-დან გამოცდნენ და ამოვიდნენ თითქმის 10 მეტრიან ხაზამდე სადაც უკვე ჩვენ მოვაწვდით ტელეფონში ბურთს იშვიათი ეპიზოდი იყო ხო ხელდახელ უარ შეგვიტიეს და ფეხით გამოვიდნენ მატჩის მიწურულს უკვე ფეხით ჩართეს თამაში მოვიგეთ ტელეფონში ბურთი გავშალეთ ხაზზე ზურგს უკან გადაცემები ხამაშურძის კიდევ ერთი პასი ლაგვილავა არა უფრო სწორად ეს გიორგი კუპრეიშვილია სწრაფი რაკი უკან კიდევ ერთი გადაცემა კეთდებოდა დაიკარგა ბურთი უკან იყო ფრანგებისგან თამაში და შემოგვიტევენ ახლა ისევ ხელდახელ ანვარდნა იყო კლავ როგორც ჩანს არ იყო ხელთან ისე სეპარაცია რომ რაც რომ მოძრაობა სადმოასტრო მილიმეტრებში გააკეთა ეს რომ მოძრაობა ფრანგმა ბურთი კი მოვიპოვეთ არც აქ თამაშებთ სწრაფად მაშინ როცა დარჩენილი არის 2 წუთი ალბათ ისევ აუტში გადავალთ და სტატიკური ფაზიდან ვეცდებით იმ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შეტევის დაწყებას მატჩის დამთავრებამდე დაახლოებით 2 წუთი არის დარჩენილი და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ რომ აქ თუ ყველაფერი კარგად წავიდა რა კაი აუტი გამოგვსვლია თითქმის ძალიან კარგად დაარტყა დღეს რაც დაარტყა ლიპარტელიანმა კი ყველა გადაიტანა ერთი შეცდომა მახარაძემაც შემდეგ დაასტაბილურა მაგრამ რაც შემოვიდა ატოლი პარტელიანი უკვე უმატა დისტანციას მოვლით კარგად მივაწექით შევავიწროვეთ მივუახლოვდით არის კიდევაც კი ბატონო მერაბიშვილი ბატანილი ლელოს ავტორი თითქოს ასე დავინახე რომ მას ჰქონდა კი ბატონო შვენიერი მესამე ლელო გაუტანეთ ფრანგებს 79 წუთზე და შევამცირეთ ჩამორჩენა 22-42 გახდა ანგარიში ხო თუმცა სამივე ძალისმიერი კომპონენტის ჩართულობით სამივე მოვლით მოვახერხეთ მაგრამ არ ყოფილა ამ შემთხვევაში მერაბიშვილი იყო საბა გოგრიჭიანი ლელოს ავტორი გარდასახვას კი ატოლი პარტელიანი შეასრულებს ნახოთ სადგამიდან უკვე როგორ უთავს ეს წამები კი უნდა დარჩეს შეხვედრის განახლება კი თამაში განახლება აუცილებლად დაახლოებით 1 წუთი არასრული 1 წუთი არის დარჩენილი თამაში დამთავრებამდე თამაში განახლება და გვექნება იმის შესაძლებლობა რომ ავიღოთ ბოლო ბურთი და ჩვენი ნახევრიდან დავიწყოთ შეტევა გარდასახვა ძევს მოხდა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ამ შემთხვევაში არ გავიდა გარდასახვა და 22-42 20-ქულიანი უპირატესობა ფრანგებს საბა მერაბიშვილი იყო ხო ამ ლელოს ავტორი თუ სწორედ დავინახე საბა გოგრიჭიანი თუ არ ვწდები შემდეგ ჩახსნა გოგრიჭიანმა მე მგონი და ესე ხო თავიდან მერაბიშვილს ჰქონდა თავიდან გეთანხმები ნამდვილად ხელით წამოვიღეთ ჩვენც გარისკა ბერუაშვილმა მაგრამ არ გამოვიდა კარგი ჩანაფიქრი ბურთის ამოგდება თამაში ფაქტობრივად დასრულდა ეს უკვე ბოლო შეტევა არის ბურთი როგორც კი უქმე გახდება თამაშის დამთავრდება შესაბამისად რა შეგვიძლია ვთქვათ შეგვიძლია ის ვთქვათ რომ კარგი გამოცდილება შეიძინეს ბიჭებმა ითამაშეს გუნდთან ისეთი დონის გუნდთან როგორთანაც აქამდე არასოდეს უთამაშია მათ უმრავლესობას არ მაქვს იმაზე საუბარი ვინც შარშანაც იყო 18 წლამდელთან აკრებში მადლობა რაგბი ტივის რომ ქონდა იმის შესაძლებლობა რომ ამ თამაშისთვის მიგვედევნებინა თვალყური და უყურებთ კიდე ასევე რაგბის კავშირსაც უნდა გადავიხადოთ მადლობა ძალიან ასევე პრემიერშიპის მატჩების ტრანსლირებისთვის კი ბატონო და გვექნება კიდე შესაძლებლობა რომ 18 წლამდელებს ჩვენ მომავალ თაობას კიდევ და კიდევ თვალყური ვადევნოთ უნდა ვთქვათ ის რომ ეს ნამდვილად არ არის
ის რა დარწმუნებული ვარ ისი თამაშიც სურს გიორგი ნემსაძეს პირველი თამაში. თავისმა გუნდმა პირველი თამაშია დაველოდოთ დანარჩენ შეხვედრებს იმედი ვიქონიოთ რომ გუნდი უფრო მოუმატებს პროცესში თამაშიდან თამაშამდე და რაც მთავარია სათამაშო კომპონენტებში მოუმატებთ და ნაკლებად მივაქცევთ ტაბლოს ყურადღებას ისევ და ისევ დღევანდელ შეხვედრაში ნაკლებად იყო სასურველი ალბათ თუნდაც ის კარში დარტყმა უნდა გვეთამაშა უფრო მეტად ხელით ეს ნელ-ნელა განვითარებადია მთავარია ამ ხაზით ვიაროთ გარდა სახვას ასრულებს ბოლო დეტალიც დღევანდელი შეხვედრის იქნება ეს ფრანგთა დამრტყმელი ფულბეკი რომელმაც სხვათა შორის დღეს კარგი შეხვედრა ჩაატარა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა დარტყმა მივეჩვიეთ რომ ამ მაისურის და ამ ნომრიანი მაისურის მფლობელი როგორც წესი ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს დარტყმებს სტელავანმაც არანაკლებ შეასრულა დღევანდელ შეხვედრაში დარტყმები და დასრულდა ასე ეს შეხვედრა 22-59 ხო საფრანგეთის სასარგებლოდ მასპინძლების სასარგებლოდ ჩვენთვის კი სასიამოვნო იყო ის სამი გატანილი ლელო და უსურვოთ ჩვენს ბიჭებს წარმატებები უკვე მომდევნო შეხვედრაში რომელიც როგორც უკვე გითხარით 7 აპრილს 15 საათსა და 15 წუთზე დაიწყება და რაგბი TV-ს ეთერში ასევე შემოგთავაზებთ ამ თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს და ვიქნებით თქვენთან ერთად აუცილებლად ჩვენს გუნდთან ერთად. სულ მალე კი ველოდებათ ჩემპიონთა თასი და ზოგადად დატვირთული უქმეები გვაქვს ასე რომ არ მოიწყენთ. დატვირთული უქმეები დიდი 10-ის პლეი-ოფებით, ჩემპიონთა თასის პლეი-ოფებით და ძალიან ბევრი 18 რაუნდესთან შეხვედრებით და ძალიან ბევრი საინტერესო თამაშით. ახლა კი დროებით გემშვიდობებით და 11 საათზე დაგებრუნდებით უკვე ნორთემპტონისა და კასტრის შეხვედრით.